დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია შესწორ ენაზე თარგმანით. რასაკვირველია, ჩვენ ადამიანზე საუბრობთ როგორც ყველაზე დიდ ფასეულობაზე, ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. ჩვენ საუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, რომელიც ყველასათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს და ეს განსაკუთრებით აქტუალურია და განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს მაშინ, როდესაც ჩვენ საუბრობთ კრიტიკულ მდგომარეობაზე. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, ჩემი თანატოლები, რომ ჩვენ ომის თაობა ვართ. და თუ გავიხსენებთ, რას ამბობდნენ ჩვენი ბებიები და ბაბუები, ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ ომის თაობა. მე სიტყვა პირველად ეს სიტყვათა შეთანხმება სწორედ მათგან გავიგე, ომის თაობა. ომის შემდეგ პერიოდში დაბადებული ბავშვები, ომის პერიოდში დაბადებული ბავშვები, რომლებიც შემდეგ ჩვენს ბებიებად და ბაბუებად იქცნენ და ომის ისტორიას ზოგი სიფრთხილით და ზოგი ძალიან ხმამაღლა ყვებოდა. შემდეგ ჩვენი მშობლების თაობა, რომლებმაც ასევე თავი მონათლეს როგორც ომის თაობა, გარკვეული პრობლემების გამო, გარკვეული მოვლენების გამო. ჩვენ 90-იან წლებში დავარქვით საკუთარ თავს ომის თაობა. და ეს პროცესები, რომელიც ერთმანეთს ცვლიდა, მართლაც ომის კვალით აღიბეჭდებოდა ჩვენს მეხსიერებაში და რა თქმა უნდა, დარჩა წარუშლელად ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში, რომელიც გაგრძელდა მერე ჩვენ შვილებში. თუმცა სამწუხაროდ ჩვენი შვილებიც ამბობენ, რომ ომის თაობა არიან და ან კი ვინ არ არის ომის თაობა იმ რეალობაში, იმ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვართ. 21 საუკუნეში აღმოჩნდა, რომ ომი კვლავ აქტუალური თემაა. აქტუალური თემაა, როგორც ურთიერთობების გადაჭრის ფორმა, როგორც საკითხების მოგვარების ფორმა ადამიანური ურთიერთობის უარყოფისა და ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ. და თუ აი ამ დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი გადაცემის ნაწილი გახდა რუბრიკა და პროექტი ომის თაობა, სადაც ადამიანები არა უბრალოდ საკუთარ თავგადასავალს გვიყვებიან, არამედ თაობის სათქმელს ამბობენ, იმ თაობისა, რომელსაც ომის ჰქვია. ქრისტე შანავას მორიგი სიუჟეტი ამ ციკლიდან. თურქული ყავა ჩემთვის აფხაზეთთან ასოცირდება, რადგან დევნილობამდე სოხუმში, კაფეში დუღდებოდა ქვიშაზე ყავა. და მეც რა დევნილი ვიქნებოდი, თუ არ შევიძენდი ქვიშის აპარატს და იგივე ქვიშაზე ყავას არ შევთავაზებდი ჩემს სტუმრებს. სხვანაირი გემო აქვს, სხვანაირი სუნი აქვს. ფაქტიურად ყველაფრით აფხაზეთთან ასოცირდება. უშუალოდ ერთ-ერთი მისთვის დამახასიათებელი, რომ კარგი გემო გქონდეს და კარგად მოიხარშოს, არის ხისჯოხი. ჯერა იგივე აპარატით, იგივე ყავას აფხაზეთში აუცილებლად მოვადუღებთ. ბავშვობიდან მიყვარდა ძველი ნივთების შეგროვება და განსაკუთრებით ძალიან დიდ პატივს ვცემდი ერთ-ერთი ნივთი იყო, რომელიც თითქმის 2 საუკუნეს ითვლის, ეს გობი არის, რომელიც მამაჩემის ბებიას მოუტანეს მსითევში. და ეს ნივთი მერგო მე და ჩავთვალე, რომ აფხაზეთიდან წამომეღო და ჩემთან ყოფილიყო. ძალიან ბევრი ნივთი მაქვს, რისი შესაძლებლობაც მოგვეცა, რომ გადმოგვეტანა და გადარჩენოდა ომს წამოღებული. და ერთ-ერთი არის ქოთანი, სადაც ჩვენ ოჯახის წევრები და ჩვენი წინაპრები ლობიოს ხარშავდნენ და ბაბუაჩემის გაკეთებული ლობიოს სალესი, მეგრულად ვეძახით სალსას. ნებისმიერი დევნილისთვის ძალიან მწარეა, ძალიან მისია და ჩემთვისაც ანალოგიურად აი ძალიან ჩემია აფხაზეთი მაშინდელი, როდესაც დატოვება მოგვიწია და აფხაზეთი დღევანდელი, როდესაც აი მშობლებთან მივდივარ და ვაკითხავ ხოლმე. როგორც ყველა დევნილის ცხოვრებაში იყო ანალოგიური, იყო ჩემი ცხოვრებაც, ძალიან ბევრი სკოლა მაქვს გამოვლილი. ბავშვობაში მაქვს ნათქვა, რა ცუდი გააკეთა მამიკომ, რომ ჩვენი სახლი ბორბლებზე არ არის თქო. ძალიან რთული იყო, არ იყო მარტივი, მაგრამ ამ ყველაფერმა მასწავლა თავის გადარჩენა და მასწავლა ის ყველაფერი, რაც ვარ დღეს. ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და მხედველობა აღარ მქონდა.
მოხდა ისე, რომ უცებ ჩვენთვის პირველადი ხელმისაწვდომი ჯანდაცვა არის ზუგდიდში და წავედი ზუგდიდში, თუმცა ყველა მირჩევდა, რომ აქ არ დავჩენილიყავი. ზუსტად ერთ კვირაში წავედი თბილისში და იქ იყო რაც იყო. კლინიკაში, როგორც კი შევედით, ფაქტიურად დილიდან საღამომდე ვიკეთებდი ანალიზებს, MRI კვლევებს და უკვე საღამოსკენ ვიცოდით პასუხი. ეს იყო თავის ტვინის სიმსივნე, რომელიც მხედველობის ნერვს აწვებოდა. ჩვენ 6 წელი ვიბრძოლეთ, ვიმკურნალეთ, რა არ გავაკეთეთ ფაქტიურად. ძალიან ბევრი და რთული გზა გავიარეთ. არავის არ უსურვებ ამ გზის გავლას, თუმცა ჩემი სტიმული და ჩემი რწმენა დამეხმარა ის შედეგი დამედო, რა შედეგიც მაქვს დღეს. პატარა მყავდა 3 წლის და 3 თვის მყავდა უმცროსი შვილი. ფაქტიურად ჩემ მეუღლეს მოუწია 3 ადამიანისთვის მოვლა. არ არის მამაკაცისთვის მარტივი, ძალიან რთული ამ ყველაფერს გავმკლავდე. ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ და მართლა დავდეთ სასწავლის შედეგი, უბრალოდ ეს ყველაფერი იყო ძალიან ბევრ ფინანსებთან. ბევრ რაღაცის გაყიდვა მოგვიწია, ბევრი ბრძოლა მოგვიწია, მაგრამ შედეგად ხირდა. და სწორედ ეს ის პერიოდია, როცა მითხრეს, რომ აჯიკებს იყიდნენ ჩემგან. ერთხელ მყავდა სტუმრები, ჩემ დედამთილის ბიძაშვილები, რომლებსაც თურმე ძალიან მოიწონათ ჩემი აჯიკები და როცა უკან წავიდნენ ჩვენგან, ყველაფერი გავატანეთ, მაგრამ რატომღაც დამავიწყდა აჯიკები ჩაადება საჩუქრად. და რომ წავიდნენ საზღვარგარეთ, შემომთავაზეს, რომ 1 კილოგრამში გადამიხდიდნენ 50 ლარს და ერთი წამით დავფიქრდი, რომ ეს ხო არ არის შანსი, რამაც შეიძლება დამეხმაროს, რომ ოდნავ ფეხი მოიკრივოთ, ანუ ოდნავ უკეთესობისკენ წავიდეს ჩვენი ცხოვრება. ბედნიერებაა, რომ არის საქმიანობა, რაც ფაქტიურად ჩემი შემოსავლის წყაროა. გარდა იმისა, რომ მე მაქვს ძალიან თანამედროვე და აღჭურვილი საწარმო, არ ვივიწყებ ხოლმე ძველ გემოებს, ტრადიციულ კერძებს. ეხლა ვამზადებ პიტნის აჯიკას და გებჟალიას ანალოგიურად გადავახვევ, როგორც ბებია ახვევდა ხოლმე. ჩემი ძირითადი რითაც დავიწყე საქმიანობა იყო აფხაზური აჯიკა, რომელიც კეთდება შებოლილი წიწაკისგან, რომელიც იბოლება აფხაზურ ფაცხაში, შემდეგ ირეცხება ეს წიწაკა, გამოშრება და სპეციალურად განსხვავებული ინგრედიენტები ემატება. თან ვაცოცხლებ გემოს, რომელიც აფხაზეთში მზადდებოდა და თან იმ ტრადიციას არ ვაძლევ დავიწყების უფლებას, რითაც წინაპრები ამზადებდნენ ამ ყველაფერს. ომის რეალობა ძალიან ხშირად გვაფიქრებს ჩვენს ყოველდღიურობაზე, სიცოცხლის რაობაზე, ზოგადად ჩვენი სიცოცხლის მიზნებსა და ამოცანებზე და იმ ურთიერთობებზე, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასია, იმ განცდაზე, რომელსაც სიყვარული ჰქვია და რომელიც ყველაზე მეტად გვაერთიანებს და რაც მთავარია, ყველაზე მეტად გვაკავშირებს ერთმანეთთან ყველაზე რთულ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ადამიანისათვის დამახასიათებელია შიშის განცდა და ზოგჯერ ეს შიში აბსოლუტურად დასაბუთებულია, მაგრამ არის მდგომარეობები, როდესაც შიში გადაჭარბებულია, შიში აღძრავს ისეთ შფოთვას, რომელიც გადამდებია. დღეს გადავწყვიტეთ სწორედ იმ საკითხებს მივაქციოთ ყურადღება, რომელიც საზოგადოებისათვის ბოლო პერიოდში გახდა განსაკუთრებით აქტუალური. ამაში დამარწმუნა იმ კითხვებმა, რომლითაც მაყურებლები მოგმართავენ და გადავწყვიტე კითხვები არ დავტოვოთ უპასუხოთ, მით უფრო რომ პასუხგაუცემელი კითხვები, არასაკმარისი ცოდნა ყველაზე მეტად ზრდის ადამიანებში შფოთვის ხარისხს. დღევანდელი ჩვენი თემა სწორედ ამგვარი გახლავთ. მით უფრო მაშინ, როდესაც საომარი თემების გააქტიურებასთან ერთად სულ უფრო აქტიური ხდება ხოლმე და აქტუალური საკითხი გამოსხივებასთან დაკავშირებით. რატომ ხდება? ეს ცალკე თემაა. ამაზე ალბათ სხვა დარგის სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ. ჩვენ ექიმები დღეს ვეცდებით გაგცეთ ამ კითხვებზე პასუხი და მანამდე ვიდრე კითხვებზე გავცემთ პასუხს, ჩვენ დავსვით კითხვები და დავსვით კითხვა, რომელიც უკავშირდებოდა
სიტყვა გამოსხივებას. როგორია საზოგადოების წარმოდგენა? მოდით შევამოწმოთ და ეს ყველაზე კარგად აისახა იმ დიაგრამაზე, რომელსაც ახლა თქვენ ჩვენს ეკრანზე ხედავთ. კითხვა იყო ძალიან მარტივი, ჩამოთვლითაგან რომელი უნდა განვიხილოთ გამოსხივების წყაროთ და ასეთ შემთხვევაში ან როგორ მიიჩნევს საზოგადოება რომელია გამოსხივების წყარო. რა თქმა უნდა, საზოგადოებაში დამკვიდრებული წარმოდგენის შესაბამისად ამ ჩამონათვალში მოხდა მობილური ტელეფონი, მოხდა კომპიუტერული ტომოგრაფია. ამავე დროს მოხდა უჩვეულო სიტყვა სახელად ნიადაგი და რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩვენ გამოკითხვას ახლავს ერთი შესაძლო პასუხი არ ვიცი. გამოკითხვა მაჩვენა ის თანაფარდობა, რომელიც ვიზუალურად ძალიან ადვილად აღსაქმელია. უმრავლესობამ გამოსხივება დაუკავშირა მობილურ ტელეფონს 50%-მა, 40%-მა კომპიუტერულ ტომოგრაფიას. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ 5%-მა უპასუხა კითხვას არ ვიცი და ამდენივე მომხმარებელმა სოციალური ქსელის უპასუხა, რომ ნიადაგი შეიძლება იყოს გამოსხივების წყარო. სინამდვილეში როგორ არის საქმე? სინამდვილეში მართლაც არის თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია და მობილური ტელეფონი გამოსხივების წყარო და რატომ მოხდა ამ ჩამონათვალში სრულიად უადგილოდ ნიადაგი? მოხდა უადგილოდ თუ დამსახურებით? მოდით ეს ყველაფერი მოგვიანებით სულ რამდენიმე წუთში გავარკვიოთ ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმართან ერთად. ძალიან ხშირად საუბრობენ ადამიანები საფრთხეებზე, რომელიც გარემოს უკავშირდება. ხშირად საფრთხეები გადაჭარბებულია, ხშირად საფრთხის რეალური მექანიზმი, საფუძველი არც კი ვიცით. თუმცა რატომღაც მაინც გვეშინია. და დღევანდელი ჩვენი გადაცემა სწორედ ერთ-ერთ ასეთ საფრთხეს უკავშირდება, რომელიც მართლაც შეიძლება იყოს რეალური, ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენი წარმოდგენა გადაჭარბებული, არასაკმარისად ინფორმირებულები შეიძლება აღმოჩნდეთ და რაც მთავარია, შეიძლება არასწორად დავარქვათ სახელები იმ საფრთხეს, რომელიც სრულიად რეალურად გვეჩვენება. მოკლედ დღეს ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, მით უფრო რომ დღევანდელი თემა თქვენი საზოგადოების ინტერესით არის განპირობებული და ჩვენი სტუმარი არის ექიმი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. იგი არის საქართველოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მაგათაც ექსპერტი, პროფესორი ქირურგი ბატონი დავით ჯიქია. დათო დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. მიხარია რომ კვლავ ჩვენი სტუმარი ბრძანდებით და მით უფრო რომ გვაქვს შესაძლებლობა ამ შემთხვევაში საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე ძალიან აქტუალურ საკითხებს და კითხვებს უპასუხოთ. რეალურად როგორც კი ჩნდება ესა თუ ის პრობლემა, როგორც კი იძაბება სიტუაცია, მაგალითად სხვადასხვა ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ატომურ ელექტროსადგურს უკავშირდებოდა, რომელიც უკავშირდებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენებს და ასე შემდეგ, საზოგადოების ინტერესი რადიაციასთან და რადიოაქტიურობასთან დაკავშირებით იზრდება. მიმდინარე მოვლენებმა და პოლიტიკური მოვლენები მაქვს ცხადია მხედველობაში, მსოფლიოში დაძაბულობა საომარმა მოქმედებამ, რომელიც საკმაოდ ახლოს არის რეგიონულად ჩვენთან, საზოგადოებას ბევრი კითხვა გაუჩინა, მით უფრო რომ ძალიან ბევრი ადამიანი არც თუ ისე სანდო და მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. მოგეხსენება ძალიან ხშირად არის ხოლმე საზოგადოების პანიკისთვის უამრავი საფუძველი და ამჯერად აღმოჩნდა, რომ საზოგადოებას ინტერესი გაუღვივა სწორედ რეალობამ, რომელშიც აღმოჩნდით ყველანი ერთად. რა არის რადიაცია? როდის ვამბობთ, რომ ეს არის რადიოაქტიური გამოსხივება, რომელ გამოსხივებაზეა ლაპარაკი და რატომ არის მნიშვნელოვანი, მერე უკვე ვისაუბროთ ბუნებრივ რადიოაქტივობაზე, რომლის პირობებში ჩვენ გვიწევს ცხოვრება. მაიონებელი გამოსხივება თავისთავად შედგება ძირითადი ტიპის გამოსხივებების. ეს არის გამა გამოსხივება, ეს არის ალფა და ბეტა გამოსხივება. მათ სხვადასხვა სპექტრი გააჩნიათ და რასაკვირველია მათი გავრცელება გარემოში სხვადასხვანაირია. მაგალითად, ალფა ნაწილაკი მოხვედრა ქაღალდის ფურცელიც კი შეიძლება მისთვის შემაკავებელი აღმოჩნდეს. თუმცა მისი ინკორპორირება ორგანიზმში, ანუ ჩაყლაპვა თუ შესუნთქვა, რასაკვირველია საფრთხეების მატარებელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც
ადამიანის ორგანიზმზე მოქმედი გამოსხივების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვან მაიონებელ გამოსხივებას წარმოადგენს გამასხივები, რომელთა შეღწევადობა ძალიან მაღალია და სხვადასხვა ინციდენტის, ეს იქნება მშვიდობიან პერიოდში მომხდარი ინციდენტი თუ სხვადასხვა ბუნებრივ კატაკლიზმებთან ასოცირებული ინციდენტები, ძალზედ მეტი მნიშვნელობა და ყურადღება სწორედ გამოსხივებას ენიჭება. თუმცა მასშტაბური ინციდენტების დროს შესაძლებელია აეროზოლების სახით მოხდეს გავრცელება გარკვეული ალფა, ბეტა და იგივე გამანაწილაკების და მათთან კონტაქტი შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს ადამიანისთვის. აი ამ კონტაქტის მოცულობა, დისტანცია, შემხებლობა, გარედან დაბინძურება, ინკორპორაცია, ჩაყლაპვა, შესუნთქვა შეიძლება გახდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ძალიან დიდი საფრთხის მატარებელი და სწორედ აქედან უნდა შევხედოთ აი ასეთი ტიპის ინციდენტებს, რომლებიც მოგვცემენ, ასე ვთქვათ, ისეთ ნარჩენებს, ვისაც შეუძლია გამოასხივოს და ამ გამოსხივებით მაიონებელი ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ორგანიზმზე. ნარჩენი ახსენეთ და თქვენ არაერთხელ გითქვამთ იმის შესახებ, რომ თუ რაიმე ნივთი, რაიმე საგანი არის გაურკვეველი, არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის არის ადამიანი, განსაკუთრებული ცნობის მოყვარეობით მაინც ბავშვები გამოირჩევიან ხოლმე, ჯობს რომ ასეთი ნივთების ჩხრეკვით არ გავაგრძელოთ ამ ნივთთან ურთიერთობა, რადგან შეიძლება ეს იყოს ზუსტად იმ საფრთხის შემცველი, რაზედაც თქვენ საუბრობთ. რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები? ჩვეულებრივ წელიწადში დაახლოებით ასეთი საყოფაცხოვრებო, დაკარგულ წყაროებთან ასოცირებული ინციდენტი საშუალო წელიწადში 4 ხდება მსოფლიოში, ზოგჯერ მეტი, ზოგჯერ ნაკლები და დაზიანებული ადამიანების რაოდენობა საშუალოდ 10-12-ია, თუმცა ყოფილა ინციდენტები, როდესაც დაზიანებულთა რიცხვი 100, 150 და მეტითაც კი ეს ნივთები არის დახურული წყაროები, რომელთა გახერხვა, გატეხვა და ასე შემდეგ არის ძალიან დიდი საფრთხის მომტანი. თავად დახურული წყაროც ახდენს ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაში და მისი შიგთავსის დათვალიერება, გადმოყრა არის კატასტროფული შედეგების მომტანი. როდესაც ჩვენ საუბრობთ მაიონიზებელ გამოსხივებაზე, თქვენ ბრძანეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ და თქვენ რამდენჯერმე განმარტებისას გაიმეორეთ ეს სიტყვა. როგორია საზოგადოების წარმოდგენა გამოსხივებასთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად ჩვენ გვიჭირს ხოლმე ტერმინების ზუსტი აღქმა და ამასთან დაკავშირებით გადაცემისთვის მოვემზადეთ და გამოკითხვა, რომელიც ჩატარდა, უკავშირდებოდა სწორედ აი ამ დამოკიდებულების შეფასებამ. რას აღიქვამს გამოსხივებად ჩვენი საზოგადოება და კითხვა ძალიან მარტივია. ჩამოთვლილი, ვთქვათ, აი ამ ჩამოთვლილთაგან რომელია გამოსხივების წყარო? ნიადაგი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მობილური ტელეფონი და გარკვეულ ნაწილს შეეძლო პასუხად ეთქვა არ ვიცი. ძალიან საინტერესო დიაგრამა ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ 50%-მა გამოსხივება მობილურ ტელეფონს დაუკავშირა. 40%-მა კომპიუტერულ ტომოგრაფიას. 5% ითვლის, რომ შეიძლება ნიადაგს უკავშირდებოდეს და 5% აღმოჩნდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც უპასუხეს არ ვიცი. ბატონ დავით, ლოგიკურია ეს სურათი? ჩვენ საზოგადოება ასე აღიქვამს ტერმინს გამოსხივებას. კი, რასაკვირველია, სურათი აბსოლუტურად ლოგიკურია. არა მარტო საზოგადოება სპეციალიზებულ წრეებშიც კი შეიძლება რაღაც ეს თემები მეტნაკლებად დაზუსტებული არ იყოს. როდესაც ჩვენ საუბრობთ გამოსხივებაზე, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გამოსხივების ნაწილია ხილული სინათლე, რადიოტალღები, ჩვეულებრივი რენტგენის დამუხრუჭებელი ტალღები, ულტრაისფერის სხივები, ბგერაც კი გამოსხივებაა, ხო? ანუ გამოსხივების სპექტრი ძალიან დიდია. აი ამ სპექტრის მარცხენა დასაწყისში, ასე მარცხენა თავში დგას სწორედ მაიონებელი სპექტრი, რომელთა ზემოქმედებით, იმ გამოთავისუფლებულ ენერგიას შეუძლია გაანახორციელოს იონიზაცია. სწორედ იონიზაცია არის დამაზიანებელი.
ახლა წარმოდგენილ დამაზიანებელი, ანუ ეს არის აქტიური სხივი, ამიტომაც ქვია მას რადიოაქტივუს, ხო? ანუ აქტიური სხივი. აქტიური სხივი ტექნოგენური თავისი არსით უფრო ცოტაა, ვიდრე ბუნებრივი. შესაბამისად, მზის გამოსხივება აქტიური სხივია, შესაბამისად გარემოში არსებული სხვადასხვა ტიპის გამოსხივებები აქტიურია, განსაკუთრებით ნიადაგში არსებული ასე ვთქვათ რადონის ეფექტები ხო ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრებაში. შესაბამისად, ჩვენი გამოკითხვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პირველი ასე ვთქვათ ტექნოგენურობის თვალსაზრისით რასაკვირველია ეს ასოცირდება კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან, თუმცა კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოადგენს იმ ტექნოგენურის ნაწილს, რომელსაც რენტგენის სხივები, ანუ დამოხრუჭებითი გამოსხივება გვაძლევს და ფაქტიურად კომპიუტერული ტომოგრაფია არის სივრცეში მოძრავი რენტგენის სხივები სამ ობიექტს შორის, გამომსხივებელს, მიმღებსა და დამაფიქსირებელს შორის. შესაბამისად, ასე ვთქვათ, კომპიუტერული ტომოგრაფიას ნამდვილად აქვს გამოსხივება, რომელსაც ჩვენ ვარქმევთ მაიონებელ, ანუ დამაზიანებელ გამოსხივებას, ამიტომ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან მაიონებელი და არამაიონებელი გამოსხივება. რასაკვირველია, მობილური ტელეფონს აქვს გამოსხივება, მაგრამ ეს არის არამაიონებელი გამოსხივება და ის პირდაპირ, ასე ვთქვათ, რადიოაქტიურ ზემოქმედებას ადამიანებზე და ცოცხალ ორგანიზმებზე არ ახდენს. თუმცა არამაიონებელ გამოსხივებასაც აქვს თავისი ეფექტები სამედიცინო და ის სხვა სპექტრის და სხვა კვლევის საფუძველი არსებობს კიდევაც არამაიონებელი გამოსხივების კვლევის ცენტრები მსოფლიოში, მაგრამ ეს არ ეხება რადიაციას და ეს არ ეხება რადიოაქტიურ ზემოქმედებას. თქვენ ნაწილობრივ ახსენეთ, მაგრამ მე აუცილებლად დაუბრუნდები ფრაზას, რომელიც ამ ჩამონათვალში ერთი კონკრეტული უცნაური და თითქოს უადგილო სიტყვით არის წარმოდგენილი. ეს არის ნიადაგი. და თქვენ ახსენეთ უკვე ბუნებრივი რადიოაქტივობა, რადიუმიდან წარმოქმნილი ინერტული რადონი, რომელიც მუდმივად ქმნის ჩვენს გარემოში გარკვეულ, უბრალოდ იკავებს გარკვეულ ადგილს. რა ადგილს იკავებს რადონი, რომელიც არსებობაც ადამიანთა უმრავლესობამ პრაქტიკულად არ იცის, არა და ნიადაგშიც, სარდაფშიც, შეიძლება მაგალითად ჩვენ სამზარეულოში წყლის ორთქლის სახით იყოს. რამდენად აქტუალურია ეს საკითხი? რადონის ზემოქმედება, ანუ გახანგრძლივებული დროში ზემოქმედება თუნდაც მცირე დოზებით ძალზედ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, იმიტომ რომ მან შეიძლება გამოიწვიოს უამრავი პათოლოგიური პროცესის ინიცირება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანებს. რადონი ეს არის ბუნებრივი ჩვენი დედამიწა, რასაკვირველია, ასე ვთქვათ, შეიცავს დედამიწის ზედაპირი შეიცავს იმ რადიოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც წლების მანძილზე მზიდან ეცემა დედამიწას, ან პირიქით ჩვენი შემადგენელი ნაწილია დედამიწის. რადონის პრობლემა დღეს არის მეტად აქტუალური, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის რაღაც ნაწილი სარდაფებში ცხოვრობს, სარდაფებში გახსნილია დაბალვენტილირებადი სივრცეებია. ანუ ობიექტები სხვადასხვა სავაჭრო მათ შორის სავაჭრო ობიექტები. ასევე, როდესაც მიმდინარეობს ინერტული მასალის მოპოვება და რომლებიც არ არის შეფასებული რადონის არსებობაზე, არ არსებობაზე და ამ ინერტული მასალით მე შეიძლება აშენდეს შენობები, ასე ვთქვათ, აგური ბლოკი, კი ბატონო, ბეტონი იგივე. დიახ. და შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს და ასეთი ინერტული მასალების მხრიდან პერიოდულად ძალიან მცირე დოზებით გამოსხივება შეიძლება შექმნას ცუდი გარემო, როგორ ავიცილოთ თავიდან, მხოლოდ ვენტილირებით, იმიტომ რომ ამისი შეფასება განიავებით. აი უბრალოდ მარტივი განიავება, გავაღეთ ფანჯარა, გავანიავეთ. სარდაფულ სისტემებში აუცილებელია ამწოვი ვენტილაციის არსებობა, რომელიც მუდმივ ცირკულაციას განახორციელებს, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში ის სივრცეები, სადაც არის მიწის ზედაპირზე დაბალი სივრცეები, ყველა ვარიანტში ჩვენ გვაქვს იქ რადონის ეფექტები და ეს ეფექტები ხანგრძლივ დროში ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენთან სტუმრობისას ბრძანეთ, რომ არის განსაკუთრებით
მოწყვლადი, ასე ვთქვათ, კატეგორია, ეს არის სასუნთქის სისტემის პრობლემების მქონე და ქრონიკული მწეველები, რომელთაც აქვთ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. აი ასეთ შემთხვევაში თქვენ ბრძანეთ, რომ მაშინ რადონის გავლენა კიდევ უფრო საგრძნობი შეიძლება იყოს თავისი შედეგების. მინდა დაგეთანხმოთ, რომ პრობლემა, რომელიც ასოცირებულია სასუნთქზებთან, ეს უამრავი, რასაკვირველია, შინაგანი მედიცინის სპეციალისტების პრობლემა არის, რასაკვირველია, როდესაც რადონის ეფექტები, ანუ რადონის მოხვედრა ხდება აბსოლუტურად ჯანმრთელი ორგანიზმი რო წარმოვიდგინოთ და წარმოვიდგინოთ დაზიანებული სასუნთქის სისტემა, რომელსაც აქვს პირობითად აი ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ან არის ძალიან ძლიერი მწეველი, ხანდაზმული მწეველი, სადაც ასევე ობსტრუქციული დაავადებაც გვაქვს, იქ შეიძლება ემფიზემატოზური გადაგვარება იყოს და ვენტილაციის ხარისხი ამ ფილტვების არის დაბალი. ხო, მათი ელასტიურობა დაქვეითებულია და ამ დროს დამატებით პერიოდულობით ხდება რადონის ნაწილაკების მოხვედრა მათ სასუნთქ სისტემაში, იქ ასე ვთქვათ, დალექვა, მარტივად გასაგებიანით რო ვთქვათ და შემდეგ ამ რადონის ზემოქმედება ალვეოლებზე, სულფაქტანზე, მთლიანად ფილტვის ქსოვილზე, რასაკვირველია, ეს აღრმავებს ამ პროცესებს და გაცილებით მეტ ყურადღებას მოითხოვს როგორც საკუთრივ ადამიანისგან, პაციენტისგან, ასევე ექიმებისგან, ვინც აი ამ პაციენტს მეურვეობენ და მეთვალყურეობენ. და თქვენი რეკომენდაციის გათვალისწინებით ასეთ შემთხვევაში იმ კონკრეტულ სივრცეებში, სადაც რადონის დაგროვების რისკი განსაკუთრებით მაღალია, მეტი ყურადღება მართებთ თუნდაც ვენტილაციის და თუნდაც განიავების თვალსაზრისით ნაკლებად რომ დააზარალოს აი ამ ბუნებრივმა რადიოაქტივობამ ადამიანი. განსაკუთრებით საყურადღებო არის კითხვა, რომელსაც დღეს უნდა გავცეთ პასუხი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვაზე პასუხი შეუძლებელია ერთ გადაცემაში დავატიოთ და არც ისე მარტივია, მაგრამ რა კი საზოგადოებას აქვს ეს კითხვა, ჩვენ ვალდებულები ვართ ვცადოთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. საყოფაცხოვრებო პირობებში, ყოველდღიურ რეალობაში, ისეთ ბინებში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ჩვენ შეგვიძლია თავი სერიოზული რადიაციისგან დავიცვათ. საყოფაცხოვრებო პირობებში, იქ სადაც ჩვენ ყოველდღიურად ცხოვრობთ, თუ კი ვთვლით, რომ ეს სივრცე რადონის ეფექტების, ანუ რადონის ზემოქმედების ქვეშ არის, ერთადერთი თავდაცვა, თუ იმ სივრცეს არ დავტოვებთ, არის ჩვეულებრივი ვენტილაცია. ანუ განიავება ყოველდღიურად, რაღაც საათობრივი რეჟიმით, მუდმივად სუფთა ჰაერი და ასე შემდეგ. ანუ იქ სადაც ცხოვრობთ, ახლა მე ვგულისხმობდი უფრო სერიოზულ რადიაციას, იმიტომ რომ საზოგადოებას ეს აინტერესებს, თუ არის რადიაციული საფრთხე. თანამედროვე საზოგადოებას მაგალითად ჩვენ გვაქვს თუ არა საშუალება, რომ თუ რეალურია რადიაციული საფრთხე, რომელზედაც თქვენ საუბრობდით, ანუ მაიონიზირებელი გამოსხივების დამსახურებით, უბრალოდ მაიონიზირებელი დამსახურება იმ გარემოში, სადაც რაიმე ინციდენტი მოხდა, ან გავრცელება მოხდა. ასეთი რისკები ამდულად შეიძლება არსებობდეს, თუმცა ჩვენ დღეს ამ საკითხს შევეხეთ საზოგადოების თხოვნით, არა იმიტომ, რომ ეს საფრთხე რეალურია, არამედ სწორედ საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე და ბანალურია თითქოს კითხვა, მაგრამ ძალიან ტევადი. როდესაც ყოველდღიურ რეალობაში ჩვეულებრივ ბინებში ვცხოვრობთ, სადაც არ არის განსაკუთრებული დაცვის მექანიზმები რადიაციულ საფრთხესთან დაკავშირებით. არსებობს ცოდნა, რომელიც ადამიანს დაეხმარება მსგავს სიტუაციებში. კი, რასაკვირველია, ასეთი ცოდნები არსებობს. რასაკვირველია იმ ინციდენტებზე, რომელზედაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, არ ვსაუბრობთ საყოფაცხოვრებო დაკარგული წყაროების და დახურულ ინციდენტებზე. აქ ვსაუბრობთ ისეთ ინციდენტებზე, როგორც იყო მაგალითად ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის, ფუკუშიმას, გოიანის ინციდენტი, ან რომელიმე ასე ვთქვათ სამხედრო ინციდენტიც რო წარმოვიდგინოთ, ან ტერორისტული ინციდენტი რო წარმოვიდგინოთ ბინზური ბომბების თვალსაზრისით, ხომ? ანუ ასეთი ინციდენტების დროს ძალიან ბევრ ფაქტორს ექცევა მნიშვნელობა. ნუ პირველი სად ხდება ეს ინციდენტი? რამდენად ის ჩვენთან ახლოს არის?
ნუ ახლა ჩვენთან როდესაც ვიტყვი მე ვიგულისხმოთ საქართველო. რა საკვირველია? საქართველო. რახან აი ესეთი კონფლიქტების თითქოს და ეპიცენტრში ვართ, რა საკვირველია ყველას უჩნდება კითხვა რომ აი იქ რომ მოხდეს აფეთქება, იქ რომ მოხდეს აფეთქება, იქ რომ მოხდეს. ჩვენ შეგვეხება თუ არა? ჩვენ შეგვეხება თუ არა. მე პირველი მინდა ვთქვა რომ საქართველო არის ხვდით დალოცვილი ქვეყანა, ჩვენ ორი ძირითადი ბუნებრივი ბარიერი გვაქვს, ეს არის დიდი კავკასიონი, ჩვენი ჩრდილოეთ ბარიერი და მცირე კავკასიონი, ჩვენი სამხრეთ ბარიერი, რომელიც 600 კილომეტრი მანძილზეა გადაჭიმული, 2000 მეტრზე მეტია და წარმოიდგინეთ რომ ეს არის ბარიერი. მაგრამ ამ ბარიერებსაც აქვს თავისი ასე ვთქვათ დერეფნები, ხო? ჩვენ საქართველოს აქვს ორი ძირითადი დერეფანი ჰაერის მასების მოძრაობის, იმიტომ რომ ასეთი რადიაციული ინციდენტების დროს ჰაერის მასები მოძრაობასთან ერთად გადაადგილდება ის ღრუბელი თუ ის მტვერი, არ არის აუცილებელი ეს იყოს მაიონებელი რადიაცია, შეიძლება იყოს ქიმიური ავარიის შედეგად ან მაგალითად ვულკანის ამოფრქვევისას ფერფლის გადაადგილება. ანუ ჩვენ ორი დერეფანი გვაქვს, ეს არის მტკვრის დერეფანი და ძირითადი ორი დერეფანი არის მტკვრის და რა ქვია რიონის დერეფანი. შესაბამისად, ჩვენთან შემოსვლა შეიძლება მტკვრის ხეობის გავლით, იმიტომ რომ მტკვარის ხეობაში არის ზუსტად ჰაერის მოძრაობისთვის მნიშვნელოვანი ადგილი და ხაფანგს წარმოადგენს თბილისი. თუმცა მაგალითად ირანის შემთხვევაში ან სხვა ქვეყნების შემთხვევაში ასეთი ინციდენტების დროს ჰაერის მასებმა საქართველოში რომ შემოაღწიონ, უნდა გაიარონ ან სხვა ქვეყნები და შავი ზღვიდან შემოვიდნენ, ან უნდა გაიარონ სომხეთი, აზერბაიჯანი და აზერბაიჯანიდან კასპიის ზღვიდან შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში. რაც დროის თვალსაზრისითაც საკმაოდ დიდი დრო არის, 18-36 საათი მაინც ჭირდება მინიმუმ ვამბობ, აი ყველაზე ცუდი სცენარის პირობებში, რომ ამ მასებმა საქართველოსამდე მოაღწიონ და რასაკვირველია ეს ბარიერები აბრკოლებს, ამცირებს მოცულობას, იქ შეიძლება წვიმა იყოს, იქ თუმცა შემოღწევის ასე ვთქვათ ჰიპოთეტური სცენარი არსებობს, ესეთი მოდელები შემუშავებულია, high split მოდელები ქვია ამ მოდელებს, რომელსაც შეიმუშავებენ სხვადასხვა ორგანიზაციები და ვულკანის ამოფრქვევა, ქიმიური კატასტროფა ან რადიაციული კატასტროფის დროს როგორ მოაღწევს, ну მაგალითად საქართველოსამდე, ხო? ამ მომენტში მე არ ვფიქრობ, რომ მე შიში გაზვიადებულია, თუმცა დღევანდელი მსოფლიო ისეთია, როდესაც მე ვლაპარაკობ ატომური საშიშროება, აი მაგალითად ინციდენტის საშიშროებაზე, მე არ ვგულისხმობ, რომ ეს ინციდენტი აუცილებლად ჩემს ქვეყანაში, ჩემს მიწაზე უნდა მოხდეს და მე იმოქმედოს. აქ ჩვენ უფრო გლობალურ დარდებს და ასე ვთქვათ საფრთხეებს ვითვალისწინებთ, ვიდრე უშუალოდ ის, რომ საქართველოში მაინდა მაინც შემოვარდება ხვალ რაღაც მტვერი, რომელიც რასაკვირველია, თუ კი არის დაბინძურებული ჰაერი, მტვერია მასში შეწონილი, ან წვიმაა, მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში აღწევს საჰარის წითელი რკინით მდიდარი მტვერი, რომელიც ზოგჯერ წითელი წვიმის სახით, ну წელიწადში შეიძლება 2-ჯერ ან 10-ჯერ მაქსიმუმ მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე და ვიფიქროთ, რომ აი ხედავთ იქიდან საჰარიდან წამოსული 4 უდაბნოა, რომლის მტვერით საქართველოსამდე აღწევს. ну მათ შორის ერთ-ერთი საჰარა. წითელი თუ არის წვიმა, ესე იგი საჰარიდან წამოსული მტვერით არის. შესაბამისად ასეთი შეწონილი მტვერი, როდესაც არის ან წვიმა მოდის გაუგებარი ფერის დაბინძურებული, რასაკვირველია დაცვის ერთადერთი მექანიზმია, რომ ეს ნაწილაკები არ მოხდეს სასუნთქზებში, არ მოხდეს საჭმლის-მომნელებელ ტრაქტში და თავისუფალ კანზე არ მოხდეს. ანუ კანი უნდა იყოს დაცული, სასუნთქი გზები უნდა იყოს დაცული, რასაკვირველია თვალები, ლორწოვანი უნდა იყოს დაცული და საჭმლის-მომნელებელი ტრაქტი. აი ეს არის დაცვა. თუ კი ასეთი დაბინძურება მოხდა და ისეთი მტვერია, რომელიც საშიში ან სავარაუდოდ შეიძლება მაიონებელი გამოსხივების მქონე ნაწილაკებს შეიცავს, პირველი არის შევარდით და დავიბანეთ კარგად ჯაგრისით, გავიხეხეთ ყველა ესა. პირის უნდა დავიცვათ ნიღბით, სათვალეები
აი წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ყველა შესავალი არხი უნდა იყოს დაცული. დანარჩენი უკვე დამოკიდებულია იმაზე, მე რა რეაგირებას მოახდენს შესაბამისი ორგანიზაციების, სახელმწიფო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ამისი შეტყობინების სისტემებიც არსებობს, წინასწარ გაფრთხილება, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის საფრთხები ცოტა გაზვიადებულია, თუმცა დაზღვეულები რაც აკვირველია ბოლომდე არ ვართ. ბატონო დავით, მე უნდა გავამხილო დღევანდელი თქვენი სტუმრობის მთავარი მიზეზი. რა თქმა უნდა, მე გადაცემის დასაწყისშივე ვთქვი, რომ ეს არის მაყურებელთა თხოვნით, მაგრამ როდესაც საზოგადოება თუნდაც მცირე ნაწილი რაღაცაზე განსაკუთრებულად შიშობს, ჩვენ ვცდილობთ ხოლმე, ჩვენი გადაცემა ყოველ შემთხვევაში ვცდილობს გაერკვიოს, აქვს თუ არა ამ შიშის საფუძველი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გადავაჭარბოთ, იმდენი რამ გვაქვს სადარდებელი, იმდენი რამ არის ჩვენი შფოთვის საბაბი, რომ ხელოვნურად ჩამოვაყალიბოთ მიზეზები ან ფაქტები, რომლის გამოც ზოგჯერ უსაფუძვლოდ გადაჭარბებულად ვღელავთ, ალბათ არ იქნება გამართლებული და მით უფრო, როდესაც აი ამ შიშს მერე გარემოცვალ საზოგადოებაში, ჩვენს ახლო წრეში, თუნდაც ოჯახის წევრებს შორის დავთესავთ. ამიტომ დღევანდელი სტუმრობა სწორედ აი ამ შიშის საფუძვლებზე საუბარს ეძღვნებოდა. თქვენი როგორც ექსპერტის სტუმრობა ეფუძნებოდა მარტივ ჭეშმარიტებას, რომ მტკიცებით მედიცინას აქვს მთავარი ინსტრუმენტი, ეს არის ფაქტებზე დამყარებული ცოდნა და ფაქტები გვეუბნება, რომ ჩვენი შიში ამ შემთხვევაში გადაჭარბებულია. ჩვენი შიში ამ შემთხვევაში დიდწილად უსაფუძვლოა და ნურც ჩვენ დავშინდებით. მით უფრო რომ სანერვიულო ბევრი გვაქვს და ნურცხვერებს დავაშინებთ. ასეთი იყო მე მგონი თქვენი მთავარი სათქმელი. პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა სიფხიზლე არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. და ცოდნის გაზიარება, რომელიც თქვენ გაგვიზიარეთ დღეს გადაცემაში სტუმრობით. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ გვაქვს საშუალება პერიოდულად გვესტუმროთ და დაგეკითხოთ ჭკუას და გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ გრიგოლ მუხაძის სახელობის საქართველოს ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მაგათეს ექსპერტი, ქირურგი პროფესორი ბატონი დავით ჭიქია. მე ჯერ არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გელოდებათ. ჩვენი კვებითი შუქნიშანი ეს არის მრავალფეროვნება პროდუქტებისა, მრავალფეროვნება რჩევებისა, მრავალფეროვნება რეკომენდაციებისა, მრავალფეროვანი პრობლემების შესაბამისად და მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც იმ ცოდნიდან გამომდინარე შეიძლება მიიღოს ადამიანმა, რომელსაც ჩვენს გადაცემაში წლების მანძილზე ისმენთ. თუ ჩვენ საუბრობთ საკვებთან დაკავშირებულ უსაფრთხოებაზე, ბევრი თემა შეიძლება გავიხსენოთ, მაგრამ ერთ-ერთი გახლავთ, როგორ შევინახოთ საკვები პროდუქტები უსაფრთხოდ. 1000 წლეულების მანძილზე ჩამოყალიბდა ასეთი ცოდნა და ეს ცოდნა შეიძლება ძალიან მარტივად წარმოვიდგინოთ იმ გარემოში, რომელშიც შეიძლება ესა თუ ის პროდუქტი შეინახოთ. მაგალითად, პროდუქტის შენახვა სხვადასხვა მცენარის საფარში. მაგალითად, პროდუქტის შენახვა ფოთლებში გახვეული, პროდუქტის შენახვა წყალში, პროდუქტის შენახვა მოგვიანებით უკვე კაცობრიობის განვითარებასთან ერთად სპირტიან გარემოში. პროდუქტის შენახვა თაფლში, პროდუქტის შენახვა დამარილებით, პროდუქტის შენახვა შაქრის დამატებით. ეს გახლდათ მარტივი კონსერვაციის მეთოდები. პროდუქტის გამძლეობის და შენახვის ვადის გაზრდა ძმრის გამოყენებით, ზეთოვანი აპლიკაციის ქვეშ. ეს მეთოდები საუკუნეების განმავლობაში, როგორც გამოცდილება, ისე დაგროვდა და ზოგიერთმა დღემდე დაიმკვიდრა ჩვენს რეალობაში თავი, ზოგიერთი მოძველდა, ზოგიერთი კითხვის ნიშნებს აღძრავს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე ნაკლებად ჩვენ ვიცით ისეთი მეთოდი საკვების დამუშავებისა, რომელზედაც დღეს უნდა მოგახსენოთ. ეს გახლავთ საკვების დასხივება. დიახ, მე არ ვაჭარბებ, ამას ქვია საკვების რადიაცია, უფრო ზუსტად კი საკვების ირადიაცია, იმისთვის რომ საზოგადოება არ დაფრთხეს და განსაკუთრებული შიშით არ აღიქვას ეს ფრაზა. როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები განმარტავენ, ეს არის
კონკრეტული გამასხივებით პროდუქტების დამუშავება და ეს ტექნოლოგია გულისხმობს დამუშავებას ერთი მხრივ მავნებლების, მწერების, პარაზიტების, ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების განადგურებისთვის და მეორე მხრივ პროდუქტების უსაფრთხოების დაცვით. ანუ ისე რომ პროდუქტის არც ვიზუალური არც საგემოვნო და არც სხვა მახასიათებელი არ შეიცვალოს. დღევანდელ ვითარებაში ეს რეალურია. რეალურია, როდესაც ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში მუდმივად გადაადგილდება პროდუქტები, როდესაც ერთი ტერიტორიიდან მეორე ტერიტორიაზე მუდმივად გადადის საკვები პროდუქტები, საკვებს ჭირდება უსაფრთხოებისთვის დამუშავება. როგორც უკვე გითხარით, დამუშავება იმისთვის, რომ პროდუქტებში არ მოხვდეს დიდი რაოდენობით ბაქტერია, განადგურდეს სოკო, სხვადასხვა ვირუსი, პარაზიტი და ასეთ შემთხვევაში პროდუქტების დამუშავება კონკრეტული გამატალღებით, გამასხივებით არის ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების დაცვით, პროდუქტების უსაფრთხოების დაცვით. აი ასეთ პროდუქტებს აქვს სპეციფიკური მინიშნება. აი ეს წრე სასურველია რომ დაიმახსოვროთ. სწორედ ეს გახლავთ ის ნიშანი, რომელიც უნდა დატანილი იყოს პროდუქტზე, რომელიც არის ირადირებული, ანუ რადიაციული დამუშავება გაიარა. და აი ეს გამოსახულება, რომელსაც ახლა ხედავთ, ნიშანს ქვია რადურა, აი ამ სიმბოლოს ქვია რადურა და ორ სხვადასხვა ფერში რატომ არის წარმოდგენილი? ჩემგან მარცხნივ, ანუ ღია ფერის, რომელიც არის შედარებით, ეს არის უფრო აქტიური მწვანე, რომ ჩანს ახლა თქვენს ეკრანზე, ეს არის საერთაშორისო მონიშნა. ხოლო რაც შეეხება მარჯვნივ, უფრო მუქი, რომელიც არის გამოსახულება, ეს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის არჩევანი. ყველა შემთხვევაში ეს არის აღნიშვნა, რომელიც უკავშირდება სიმბოლოს სახელად რადურა და მიანიშნებს პროდუქტებში აუცილებელ, ასე ვთქვათ, პროდუქტების დამუშავებისას გამოყენებულ ტექნოლოგიას, რომელსაც რადიაციული, ანუ ირადიაციული დამუშავება ჰქვია. რა პროდუქტები შეიძლება მოხდეს ამ ჩამონათვალში? რომელი პროდუქტები შეიძლება დამუშავდეს? ყველა ის პროდუქტი, რომელიც თეფშზეც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ჩვენ ხშირად ვამბობთ 5 ფერის, 5 ჯგუფის პროდუქტი სულ ცოტა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პროდუქტების მრავალფეროვნება და ცისარტყელა თეფშზე. მაშინ როგორ ხდება ამ ცისარტყელის შენარჩუნება და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავიხსენოთ პროდუქტების ჩამონათვალი. რა მუშავდება ამ წესით? მაგალითად, ხორცი და ხორცპროდუქტები, კვერცხი, რძის ნაწარმი, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ამ ჩამონათვალში ხდება სხვადასხვა სახის თევზეული, ზოგადად ზღვის პროდუქტები. პრაქტიკულად ყველა ის პროდუქტი, რომელიც ახლა ბანერზეა წარმოდგენილი და რომელიც არ მოხვდა დღეს ჩვენს ფოტოში, ყველა ეს პროდუქტი გაივლის ამ ტიპის დამუშავებას. საყურადღებოა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჩამონათვალი, რომელშიც ხდება ბოსტნეული, ხილი, ანუ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამგვარი დამუშავება შეიძლება გაიაროს სხვადასხვა სახის მარცვლეულმა, ბურბღულეულმა, სხვადასხვა ტიპის ფქვილმა, უკვე გადამუშავებულმა მარცვლეულმა და ბურღულეულმა, მიაქციეთ ყურადღება, რომ სხვადასხვა სახის სუნელ საკაზმი ასევე ექვემდებარება ირადიაციას, ანუ რადიაციულ დამუშავებას, ანუ სპეციფიკურ ტექნოლოგიას და სხვადასხვა სახის წვანილი, რომელიც ნედლის სახით შეიძლება ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიოდეს და ასეთ შემთხვევაში გამოიყენებოდეს ეს დამუშავება. მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გაგახსენოთ. ის, რაც საუბრის დასაწყისში ვთქვი, უამრავი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე, აუცილებლად აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ეს პროდუქტების ხარისხის დაუზიანებლად, შემადგენლობის დაუზიანებლად არის დამუშავებული. რომ ამგვარი დამუშავება არ ცვლის არც ფერს, არც სუნს, არც გემოს და რაც თავია, არ ცვლის პროდუქტის შემადგენლობას. არ ახერხებს ასეთი დამუშავება პროდუქტის რადიოაქტიულად გადაღწევას, ანუ ასეთი პროდუქტები არ არის რადიოაქტიური და შესაბამისად არ არის რადიოაქტიული საფრთხის შემცველი.
ეს არის ექსპერტთა შეფასებები, რომლებიც აი ამ პროდუქტების დამუშავების ტექნოლოგიას ძალიან კრიტიკულად აფასებენ. თუმცა მე ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ცოდნა უნდა გქონდეს ფართო საზოგადოებას. დღევანდელი ჩვენი საუბარი ემსახურება იმას, რომ თქვენ იცოდეთ, რას ნიშნავს თუნდაც ის მინიშნება, რომელიც შეიძლება შემთხვევით შენიშნოთ პროდუქტზე და გაითვალისწინოთ, რომ ამგვარი პროდუქტი არის ირადირებული, ანუ დამუშავებული სპეციალური სხივებით, იმისთვის, რომ მასში არ აღმოჩნდეს სოკო, ბაქტერიები, ვირუსები, სხვადასხვა სახის პარაზიტები, თუმცა შენარჩუნებულია პროდუქტის სასარგებლო თვისებები და ძირითადი მახასიათებლები. მე დღეს ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და ღირსებას გისურვებთ.